და ეს ჯეტურების გაყიდვის ოფისია, ხო? ესეც და გვერდზეც. და გისურვებ წარმატებას. კაი გოგო ხარ და დარწმუნებული ვარ, უფრო მეც გაყიდი. ახლა რაც შეეხება გაყიდვების მენეჯერებს, უშუალოდ აი ამ ცენტრის გაყიდვების მენეჯერებს და მის ხელმძღვანელებს, აქ არიან ბიჭები, კოტე არის ახალგაზრდა კაცი, ლამაზი კაცი, ჭკვიანი კაცი, უღალატო კაცი და აქ არიან ბიჭები, რომლებიც დღე და ღამე ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სვიადი უკვე სტაჟიანი თანამშრომელია და ყველაფერს აკეთებენ შალვას. დედამიწის ზურგზე ვინმე თუ არის, ყველა იცნობს, იმიტომ რომ ჩვენი იურისტიც არის და ერთი წამყვანი პიროვნება. ეს ბიჭები ყველაფერს აკეთებენ ამ გაყიდვების დარგში, ქეთისთან ერთად, რომ ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწიონ. აბა, წამოგზავნით. აი, ჩემი ერთ-ერთი ოცნება რა იყო. ახლა ერთ საიდუმლოს გეტყვით კიდევ. აი, ქეთი, იმდენი გამოსვლის შემდეგ, იმდენი შეურაცხყოფა ავიტანე, იმდენი დამცირება, იმდენი პრობლემები ისევლე შემიქმნეს და ისევლე შემექმნა, რომ ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ აი ეს არ გამეკეთებია არც აქ, არც იქ, არც იქ. მე უპირდები საქართველოს მოსახლეობას. თქვენ ნახავთ ხვალ ზეგ ერთი თვის განმავლობაში მე დავასაქმებ საქართველოში 10-დან 15,000 ადამიანს. და იქ სადღაც რომ იკრიბებიან ბიზნეს ასოციაციაში, იქ არიან პარლამენტარების ბიზნესის დირექტორები და აქ ახლა რომ შეკრებილები იყვნენ ნაწყენები, მე იმ ხალხს შეუერთდები, იმიტომ რომ მაშინ საქართველოში არ ვიყავით, რომ იქ ვინც იჯდნენ, ჩემი მეგობრებია და განაცხენებული ხალხი და ესე არ შეიძლება. ბიზნესის კეთების საშუალება უნდა მივცეთ ყველას, ვისაც ბიუჯეტში ფული შეაქვს. შეხედეთ, აი ამ სილამაზე შეხედეთ. აი ეს გვექნებოდა ჩვენ დღეს 30 ადგილზე საქართველოში, მაგრამ რა გინდა როქნა. ეს კიდევ არის მაკეტი ერთ-ერთი სპორტული ავტომობილის და ეს პირდაპირ გამოფენიდან ჩამოვიდა საქართველოში. ეს არის აქეთ ინგა, იცი ჩვენი კაბინეტებია, ჩვენი სათათბირო ოთახია და ჩვენ მივყვებით რა, ჩვენ საქმეს აჩვენეთ ისა, კეთი. აქეთ არის სევით კაბინეტები, წამოვბრძანდით. კეთი, შენ ამბობ რომ ჩვენ ახალი მოდელის ავტომობილი მივიღეთ, ხო?